ირა ნახე გატეხეს. ვი დამთავრდა? ხო სანდრო, ხო, დამთავრდა. და ის კაცი გადარჩა ირა? გადარჩა სანდრო. რა მაგარი კინო იყო ირა. და ისე მართალი იყო ეს კაცი რა. თავი თუ გამოეტია ეს მხრები რატო ვერ ეტეოდა? იმიტომ სანდრო ეს ხლები. რა ვიცი სანდრო. ირა დავიღუპე. ჩაპა დავკარგე. რა დაკარგე? ჩაპა, ჩემი ძაღლი გამექცა. ოჰა, ძაღლიც? როგორ დაკარგე? რა ვიცი, მე ხო იქ ვარჯიშობ უსტვაზე, ჩაპასთან ერთად. ხო, ვარჯიშობ და ისე რა ქვია, ამ ვარჯიშის დროს დავინახე რუსა. და კარგი გოგო იყო? იცი რას დარბის? ჩაპა დარბის სანდრო. ხო დავინახე რუსა, მე რუსასკენ გავიქეცი. ჩაპამ დაინახა როტვეილერი და როტვეილერის მხარეს გაიქცა. მე ეს ვერ მივხვდი ჯერ ხო მირბოდი ახლა ჩაპასთან ერთად ხო მირბოდი განსე და უცბად შემამჩნე რომ მსუბუქი გახსნა. და გავიხედე და დავინახე როგორ გარბოდა ჩემი 50 ლარი. აი საკელოში გაზურა და გაიქცა. აი, ირა ნახე. ძაღლმა საკელოში თავი გააძვლინა და ტანიც გაატია. ესე იგი, იმ კაცსაც შეეძლო გაძრომა, უბრალოდ კინო არა? ხო სანდრო, ხო. აბა რა, დაჯექი დათო არ ინერვიულო რა, მომიყევი, მე რა მოხდა? მე რა მოხდა და მეც გავეკიდე, მაგრამ მე ეს ბოტას ისევ გაიხდა და გავჩერდი. რატო? იცი რა ქენი? ეგ ამ კინოში ქონდა ძალიან მაგარი წებო, ყველაფერს აწებებს, ეგ წებო იყიდა, ესე იგი აქვავებს. დათო, ნუ ნერვიულობ რა, არ დაიკარგება სახლს მიაგნებს. როგორ დათო და რო გაუჭირდება, რო მოშივდება, შეცივდება, აუცილებლად მიაგნებს სახლს. აი შენ ხომ მომაგენი. კარგი რა ირა რა, კარგი რა. ეხა მაგის პატრონს რა დაელაპარაკება, ვერ გაიგებ, ვიცი როგორ მიცდაური ადამიანია, ვერ გაიგებ, როდის უხარია, როდის მწყინს, მე რა არის კარგად. შენ მართლა რა უნდა ქნა დათო? არ ვიცი, აი, ჩემი ჩაპა. ეს კაცი ვინ არის? მე ვარ სანდრო. გგავს. აი მე სანდრო გაჩვენდი რა. დათო, რა ქენი იცი? აი ეგ სურათი. ამობეჭდე რამდენიმე ეგზემპლარად და ქუჩაში გააკარი იძებნება თქო. მართალი ხარ ირა? მართალი, აი ჩემ თავს ამოვჭრე. ჩაპას სურათს გავადიდებ და მივაწევ რომ დაიკარგა და იძებნება. მე პატრონის ნომერს მე ვიღაცა იპოვი შეეცოდება და დაურეკავს პატრონს. სწორია დათო, მართალია. ოღონდ რა ქენი იცი? შენი სურათი არ მოაჭრა, იქნებ შენს გამოგიჩნდეს პატრონი. აკა, როდის მოხდა? ირა, ნახე. ბავშვობიდან ახავზივა. ხუმრობ! დიდი მადლობა, გენერალი.
მართალე. რატო წხდებოდი? მოდი თამარ, მოდი. სად მიდიხარ ლაშა? ორსა თამარ. რა? მიიპარები ლაშა? არა ქეთევა, რა მივიპარები, უბრალოდ ფრთხილად დავდიოდი, რომ შენ არ გამეღვიძები. ეს ქურთუკიც იმიტომ ჩაიცვა, რომ შენ არ გაეღვიძებინე. ო, კარგი, ეზოში მივდიოდი. დღეს არ მუშაობ და ჩავალ ეზოში ან დომინოს ან ჯოკერს ვითამაშებ რა, ცოტას გავერთობი. აბა ამას ხო არ ჩამოუждები მთელი დღე. რა? რა და ლაშიკო, ჯერ ეზოში ჩახვალ, იქ ითამაშებ დალევ, მე იმ ლოთებს აქ ამომიყვან, აქ ითამაშებ, აქ დალევ და გაწყდა ციხესიმაგრე. რა, ერთი გამაგებინა, რა საერთო აქ იმ ლოთ მათესთან ამ ვაჟბატონს. გენაცვალე, სხვათა შორის, ეგ ჩემი მოგებული ვაშლია. იმიტომაც არის უგემური. ლაშიკო, გადაიხედე, აჰა, ვიღაცა გეძახის უკვე. ხო ზაზა, ვინ არის ზაზა? რა ვიცი. ჩამოვდივა, კი, ჩამოვდივა. მინდის. წამოვიღებ. რა მია? რა ვიცი. რა? ერთი კაცი გვაკლია? მიდი წაყები. გამოჩნდება ვინმე, გამოჩნდება. ქეთევა. თამარ. ეთი შენ ჯოკრის თამაში. რა დროს ჯოკერის თამაშია ეხლა? არა, ეხლა კი არა, ისევ ამბობ რა თუ თამაშობთ მეთქი სამსახურში. არა, ეხლა ვიცი რომ შენ ძალიან ისეთი დატვირთული გრაფიკი გაქვს, მაგრამ მაინც. რა ვიცი, იმდენი ხანია აღარ მითამაშია ჯოკერი. ვაიმე, ადრე მე დაიუზავ თამაშობდით ხოლმე ჯოკერს პარებში და ხალხს რას უკეთებდით, იცი? ქეთევა. თამარ. სად არის კარტი? იმ კარტს ხელს არ მოკიდებ. რატო? სამკითხავ კარტია. კარგი, მე წავედი და თუ რამეა ეზოში. ვაჟბატონო, მომისმინე ერთი წუთი. ეხლა კარტის თამაშს ნუ გადაყვები. შენ იქ გაიგე ქვემოთ ვინ ვისთან დადის, ვინ რა იყიდა ახალი. რა, გამომადექი ცოტა რამეში რა. შემიძლია წავიდე? აუ, ლაშა. ტელევიზორს უყურე? რა არის, ხო შტობა რა ხდება? რა ფილმი გამაზე იცი? სანდრო, შენ ჯოკრის თამაში იცი? კარტი? ხო, კარტი, ჯოკრის თამაში თუ იცი მეთქი. ბარა, ორივე. რა ორივე, სანდრო? აი, იაპონური ჯოკერი და დურაკა. კარგი. ეხლა ჩვენ წავიდეთ. ეხლა მომისმინე კარგად. თითს რომ მივიტან თვალთან, ესე იგი არის ჯოკერი ჩემთვის. გაიგე? თავს მომი. ესე იგი, რა შემოხვდი ამ. გაიგე? ესე იგი, ბავშვებო, დღეს დავხატავთ არწივს. აუ, მას არწივი გუშინ არ დავხატეთ. მართლა? არა. ის დაფრინავდა. ეხლა ჩვენ დავხატავთ არწივს, რომელიც ზის ბუდეში და ბარტყებს საჭმელს. გასაგებია? დიახ. დაიწყეთ. მოდი დათუნს. რატო იგვიანებ კალანდაძე? დათუნს, თქვენ თვითონ გამოგზავნეთ. მე თუ გაგაგზავნი, მით უმეტეს არ უნდა დაიგვიანო. რა ქენი? აი დათუნს, იმ ძაღლის სურათი გამატანეთ, ქსეროქსი არ მუშაობდა და ვერ გამომრავლე. აი დათუნს, ფულ. ვერ გამრავლე, ხო? დიახ. ვერაფერში ვერ გამოგიყენებს შენ კაცს. მიდი დაჯექი შენათქებას. გაჩერეთ არწივი. ბავშვებო. ეხლა ჩვენ დავხატავთ დაკარგულ ძაღლს. მაურია უკვე. აი. დავხატავთ ამ ძაღლს. ყურადღებით, დავკვირდით. დაკარგულ ძაღლს. დაიცეთ ხატვა. ხედავთ?
მაჩვენეთ რას ხარ? აი და თომას ჯერ ეს მოვასწარე. ეს არის. ბავშვს რომ დაგ? ა? მე გითხარი დახადე დაკარგული ძაღლი. შეტამიხადე ბავშვთან ერთად ძაღლი. არ ვიცი ხა სადაც გინდა იწაიყვანეს ბავშვი. მაჩვენე შენ. აი მას. რა ჭირს ამას თვალებს? ირის მას. რატო? დაკარგულია და აჰა. კარგი, შენი მაჩვენე. კარგია, ყოჩა. ეს აწერი აქ. ოვნერი დასაჩუქრდება. არავითარ შემთხვევაში. მე იმან რომ რაღაცა მომთხოვს, სატოვიდე მე, წაშალე ეს. წაშალე. ჩემი საშლელი კალანდაძეს აქვს. კალანდაძე დაუბრუნე საშლელი დროზე. მაჩვენე. ეს რა? მე კი ვერ მომასწორე. თავდება გაკუთვნილ და შენ ყური გაქვს დახატული მარტო. აი, და დროზე. ეს რა არის კალანდაძე? დაუბრუნე საშლელი. კალანდაძე ხა ამაში ყველაფერს წაშლი და თავიდან დახატავ. გასაგებია? იახოს. დროზე. დათომას. იმ დღეს ვიღაც ლამაზ გოგოსთან ერთად დავინახე. შენ ჯობია გაჩვენდე. ეგ გოგო არის ჩვენ დირექტორის შვილიშვილი. გაიგე? ვა, ნახე დიშენ, მარა შვილიშვილი მიცა. კალანდაძე! იახოს. დაარტყი დაჯექი. დათომას მოვჩი და ჩაგაბაროთ. არა, მე არ ჩავაბაროთ. ეხლა რას იზავთ? იცი ბავშვებო. მაგას მე მივაწერ ნომერს. და ეს დააწერეთ თქვენ რომ დაიკარგა და იძებნება. დაიკარგა და იძებნება კალანდაძე. მე ამას წაიგებ და თქვენ სადარბაზოებში გამოვაკრავთ. გასაგებია? დიახოს. დამთავრეთ და გაგას. სანდრო, რამდენი? იყოს 6. კარგი რა სანდრო, კარგი რა 6 5-ია დარიგებული. აი ეს მაგარი ყავთ რა. მაგარია. კარგი, მაშინ 2. მათე, ჩემი ერთი რა. ერთი შენ. ბაშა. შეავსე 2 ჩემი. შეავსეთ? მანახე ერთი ქშველის რამეა, ქშველის. აჰა. სანდრო, ჭკვიანურად უნდა ვითამაშოთ რა. კი, ვაშა, კიდევ 3 ხიშტი და ხიშტების პრემიაზე ვარ. ჩამოდი სანდრო, ჩამოდი. აჰა. რა ყვავი სანდრო, რა ყვავი რა? რა გიდა რა? თითის თვალთან მიტანა ყვავი არისო? ესე არ შეიძლება რა ბაშა. ყვავი არის ეს. აი ამას პოზივი რა. აი ეს ჩემი ერთი. მოიცახ. ტუზი აქ არის. კარო ზინა ავსნე და არა, მათე მე მყავს ეს. კარგი რა სანდრო, კარგი ითამაშე რა, მაგით ხმა არ შეიძლება, არა. კაცო, რა გიდა შენ, მე რა ვიცი, სამჭყუაშვილი ვარ? მოიცა, კაროლი ყავს ამას. მინე, აგური მოვიდა. სანდრო, ნახე, მოუჯოგრე. აგური. აი ჯიგარი ხარ, ლაშა, მეს მოუჯოგრე. კარგი რა სანდრო, კარგი რა, როგორ შეიძლება ესე რა ითამაშეთ ესე? რა გიდა შენ, რა გიდა? წეგან მათეს არ მოუჯოგრე, რატო არ მოუჯოგრეო? შენ მოგიჯოგრე, რატო მომიჯოგრეო? თამაში თუ არ წავ დამანებე რა. აი ხო ვამბობდი არა მარიკა რა ხო აი ბექა 3 წუთს ნახევარს ტყუილა აი არაფრით არ დააგვიანებდა რა რა გითხრა ცუდ ხასიათზე ვარო და ვერ გნახავო არა და შეპირებული იყო რომ ამ საღამოს მანქანით გავისეირნოთო მასეირნებს ხოლმე
ორ შაბათს, ხუთ შაბათს და კვირა რა დღეს, კვირას. 18 წუთი. კარგი რა, ანანო რა. შენ მგონი ზედმეტად ნერვიულობ. რა მოხდა ხა? ხან გაგასეირნებს, ხან ვერ გაგასეირნებს. მარიკა, ხა იცი მეც რა ცუდ ხასიათზე დავდექი? კარგი, ძალიან გთხოვ, თორემ მეც გადმომედება. არა მარიკა, შენ არ უნდა გადაგედოს. იცი რატო მარიკა? აი ხა უყურე, შენ რო გადაგედოს, ორივე ხო ვიქნებით ცუდ ხასიათზე. მე გადაედება სალომესაც და სალომეც იქნება ცუდ ხასიათზე. არა მარიკა, მომისმინე, სალომე რო ცუდ ხასიათზე დადგება, აი ამ ბარში ყველანი ვინც არიან, ისინიც ცუდ ხასიათზე დადგებიან. ხო დადგებიან რა? და მე ესენი რო ქალაქში გავლენ მარიკა, მოედება ცუდი ხასიათი მთელ ქალაქს მარიკა. ხო, მე ეს გავრცელდება რესპუბლიკური მასშტაბით. და მერე მარიკა იცი რა იქნება? პლანეტა იქნება ცუდ ხასიათზე. კარგი, ანანო, მე ვიხუმრე, მე მშვენიერ ხასიათზე ვარ. ნახე, კარგი ხასიათზე ვარ ძალიან. სალომე, ერთი წვენი მომიტანე რა. კარგი, ანანო შენ? ამასაც წვენი მოუტანე. რა ჭირს? რა გჭირს ანანო? რა ისა? რა მჭირს იცი სალომე? ბექა ხო იცი? ხო და ამ ბოლო დროს ბექას აი რაღაცას რო ვეუბნები, ხო? სისულელეებს მპასუხობს. მიწი. მეტყობა აღარ აინტერესებ. ხო? ნახე ახლა. სალომე, ვითომ რატომ? რატო? რატო და მეც რაღაცებს რო ვეუბნები იმ დროს ისიც რაღაც სისულელეებს პასუხობს ხოლმე. აი რა ჭკვიანი გოგოს სალომე მიმატოვა, ხო? შენ მიგატოვა მაინც ანანო. მაგრამ სალომე იცი რა არის ყველაზე მთა სალომე მოც მიმატო. ანანო, და ლექსი რო დაწერო. რატო? რა ვიცი, აი ესეთ დროს ხო გშველის ხოლმე არა? კაი რა მარიკა, რა თორე რო წერი რა წაიკითხა ვინმემ. რა ვიცი, ეგიც მართალია, როგორც გინდა. აი წვენი. კიდე რამე ხوارდი და იცი რა მინდა სალომე? აბა უყურე ბედკრულის რითმად. უფსკრული. კაი იქნება? სკოლა ვარიანტები. ნაკლული. არა ის ნორმალურია. იო, მოიცა. სალომე, და თიკა რატო არ არის დღეს? კახეთში მივდივარ 2 დღითო. მაგრამ რა არის იცი მარიკა? მოიწერ ცუთი. რაღაც საეჭოდ გაქრენ ეგეც და სანდროც. კარგი, მართლა? ხო და სამ. ერთად ხო არ იქნებიან მეთქი. თიკა და სანდრო? თიკა და სანდრო. რა სისულელია სოლმე, რა ერთად. აი ხო ვამბობ, არა ჭკვიანი გოგოა მეთქი. აი ბექაც, აი ნამდვილად ვიღაცასთან ერთად იყო სადღაც, აი ნამდვილად. აი ხო ვამბობ, არა ყველა კაცი ერთნაირია თქო. მოიცა ეგეც კარგი ხეხლა რა. ყველაფერზე ეს ეჭვიანობა ხო არ შეიძლება არა? ადამიანმა გითხრა არ მცალიაო, თქო მართლა არ ცალია. არ ხო არ შეიძლება ასე ღალატი დაინახო არა ყველაფერში. ხო უნდა ენდოთ არა ადამიანს, ვინმეს ხო უნდა. ალო ირაკლი, სათხარ. ხო. სახში ხარ? და არა, არაფერი, ისე დაგირეკე. კარგი. დავიდა. ხო და მათე აი ესე დაამტრიეს ის ქვევრი. სანდრო, თავი თუ შეეტია, მხრები რატო არ შეეტია? ეხლა მეც მაგას ვფიქრობდი, მაგრამ ნუ კინოა რა. სანდრო, აცხადე? გული. გუფიქრება არ გინდა, ჰა? მათე, რამდენს ვაგებთ? 2 რა, 2 ლიტრი რაღაც რა. იგა. ხე სანდრო, ხა თუ რამეს ამოვთქვი? რა ხდება აქ? რა ამბავია? დამატარი, ლაშა. გამარჯობა ზაზა, გამარჯობა მათე. გამარჯობა თამა. რა კარგად გამოიყურე. დაჯექი ხლა რა მაქვს შენი ნერვები. გამაგებინე ლაშიკო, რატო მანერვიულებ? ხო მითხარი მალე ამოვალოა. კარგი რა კეთება რა მოგივიდა ხო ხედავ თამაშო. რა ხო ხედავ თამაშობ? ხო იცი რომ ადამიანი პირველ რიგში ცუც ფიქრობს, არა ლაშა? კარგი რა თამარ, გვაცადე რა თამაში რა. გაჩუნდი, შენი გაფუჭებული იქნება ეს. ვიცი, მე რა შუაში ვარ? რა შუაში ხარ, ხო ვითომ არ გიცნობდე რა? არა, მართალი ხარ ჩემი ბრალი, აი არ უნდა წამომეყვანა ეს სათამაშოდ.
დამერეკა რა იუზასთან, დამერეკა რა. იმ დღეს 4 ხელი მოვიგეზედი. აი მე რა არის, სანდრა კარტი გყავს, რა არის? ზაზა, ბატონო, ეს შენი გარაჟია? კი ჩემია თამა. რა ბიჭი ხარ? ყოჩაღი. ეს აჯიკა. შენი მეუღლე შენ პირდა გაგასინჯეფო. ეხლა აღარ ემახსოვრება. თამარ, აი ეს წითელი პომიდორი წაიღე ჩემგან რა. შენი თქმა არ მინდა. მიდი, მაღალი დაარტყი, მიდი. კარგი რა ქეთევან, კარგი რა. ხო ხედავ ისედაც ვაგებ ნერვებს, ნუ მოგვიშლი რა. რას აგებ? არახს. რა ალაშა, არ გწხვენია, მე მთელი დღე ვმუშაობ, შენ კიდე მთელი დღე უსაქმურაძი ხარ რა. შენ კიდე რას უყურებ? ადექი და მოჯოკრე რა, ან ამ კარტში 3 რამ გათქმევინა, სანდრო. ხო და მარიკა, ეს ბაჟბატონი და ის დედას ბუშტი ლოთმათესთან ერთად ზაზას გარაჟში ჯოკერს თამაშობდნენ. რა მოხდა მერე? რას ქვია რა მოხდა? იცი რა არაყი წააგეს იუზას ნაჩუქარი არაყი. ვაიმე რა არაყი დავკარგე რა. თამა. აბა მე რო გთხოვე რამდენიმე დღის წინ არაყი მინდა მეთქი და არ მაქვსო. რანაირად მოგცემდი წააგეს? მოდი, რა გჭირს ანანო? რატო გაქვს ტელეფონი გამორთული? ბექა დავკარგე. ანანო, შენს ჯოკერში წააგე? მიდი ახლა დაჯექი. რას ქვია დაკარგე? აი ესე. დავკარგე. მთელი დღეა ურეკავ. ან საერთოდ არ პასუხობს, ან თუ პასუხობს რაღაცა სისულელეებს მეუბნება ეხა არ მცალია, განერვიულებული ვარ, პრობლემები მაქვს. და შეპირებული იყო დღეს უნდა გავესეირნებინა. ხო, და ესე. არ უნდა და ნუ უნდა, თუ აღარ უნდა ჩემთან ყავდა, არც მე ამდა გამოვდე საერთოდ ის ტელეფონი და კარგად იყო საერთოდ მიჩვეული ვარ მე მაინც ეგეთ რაღაცებს. რა უთავბოლო გოგო ხარ ანანა. კაცი როგორ დაკარგე? რატო? რატო გაქვს ტელეფონი გამორთული? რა ქენი ძაღლი იპოვე? ვერ ვიპოვე და იმის პატრონი მირეკავს ყოველ წუთს სად არის როგორ დაკარგე რა ვითარებაში იმიტომ გამოვთე ტელეფონი ცოტა ბერადია კაცი მიგება. ალო. დიახ. ერთ წუთი ახლავე. ბატონო დავით. განცხადების თაობაზე გთხოვენ. ალო. დიახ. რა კატა ძაღლია. ძაღლი. კატას გავს? კატას თუ გავს? მაშინ ჯანკაბო ორიანი. ძაღლში ვიდა თუ ძაღლი კი არა იცი რა მომივიდა ბექა დავკარგე ეგ ბეკას ვიშოვი 100 მე კიდე სადვიშოვი 50 ლარი დამეგრა ჩემი ცისფერი ოცნება რა ცისფერი ოცნება დაგენგრა ეხა იცი რამდენი ოცნებები მაქვს მაგრამ ხმას არ ვიღებ რა ოცნებები დაგენგრა რა ოცნებები დამეგრა და ამ ფულს რომ მიხდი და ის 50 ლარს ყოველთვის არ ხარჯავდი ვინახავდი და მინდოდა საზღვარგარეთ სადმე წასვლა და იქ ცხოვრება მაგრამ ეხა всё დათო მე ასე მარტივად ვიტყვი უარს შენ ოცნებაზე ეს ცხოვრება ომია დათო უნდა იბრძოლო მე ეს მარტო შენი ოცნება კი არ არის ჩვენს ხალხი ვართ კაცო მარიკა წყალი ხომ მოდის ხელს დავიბა მოდის კი მე ვიცი რაც უნდა ვქნათ რა ვქნათ იცი ნაწილ მოვძებნოთ
კარგი ახლა სანდრო რა. აი როგორ და ერთი ნაწილი იპოვის ბექას, მეორე ნაწილი იპოვის იმ ძაღლს. მე ავიღოთ ერთი კარგი წებო და ესენი ვინც ახლა სად არის ჩემი ჩაპა? თორე ახლა ნაგვის ბუნკერთან წყურვალი ცივა მადლობ სანდრო მოტუნებს რა გატირებს ანანო? ბეკა წარმოვიდგინე ნაგვის წყურვალი და როწკმუტულა ის მომიტანენ 75 გრამი წვენი ან 1.5 ნაჭერი ნამწვარი დათო სანდრო რო ჩაუყვანო მიხვდები ამითო? კარგი რა დათო ნიჟარაძეების ძაღლი რომ მიუყვანო? კარგი რა რას მეუბნები ხა ნიჟარაძეების საფრთხა ძაღლი მიუყვანო? და იმ ერთი ფეხის 10 ლარი შენ დაუმატო. მაგარი იყო თამარ მომეწონა ალო გოგი ხო როგორ ხარ? არა გოგი ვერ იპოვა ვერ წანანო ხო გოგი რა არაყი წააგეს იცი? კარგი თუ გავარკვიე რამე დაგირეკავ გოგია ხო აუი რა უთხარ გოგი ერთი წუთი გოგი რა უთხრა ბარაკა გოგი გოგი დაგირეკავ მერე ხო? კარგი მომისმინეთ ახლა ყველამ კარგად მომისმინეთ ეს კაცი აღარ დავინახო ტელევიზორთან მისული კარგი რა აი ვერ ვერაფერი რატო წავიდა ჩემგან რატო გაიქცა რა მე კი ვიცი რატომაც გაიქცა შენგან მაგრამ ვიტყვი და მტყუილად ეჭვიანო ფანანო ის იყო სასწავლო ნაწილი ჩვენ და იმას შორის არაფერი არ მომხდარა და ჩემი ბეკა ბუნკერშია მე გავაგებ შემოდი ბეკა შემოდი არ მოგერიდეს თელი დღე გირეკავ და ტელეფონი გამორთული გაქვს თავისი ფეხით მოვიდა ჩაპა სახში მართლა? ხო აი ირა თავისი ფეხით მივიდა ბეკა ანანო სადარბაზოში რო გამოვედი აქ იდგა უკვე თავისი ფეხით მოვიდა ეხლა მოიცა დათო ესე იგი შენ ასეირნებ იმის ძაღლს ვინც ასეირნებს ანანოს? ირა ხო გეუბნები კინოა რა მიდი ეხლა უნდა ვაცხადო რა აგურმა წაიღოს რა მე ყვავი მყავს სხვა რამე გეთქვა რა მე არ მჭირდება ქვეშიდან მე დაქეთევანი პრემიაზე ვარ დათო არ ჭირდება მაინც ავაგეთ რა ოპერა რაზე იყო თამაში აი მორნით რა არაღზე რა ეგ პირველი ხელი და მეორე და მესამე ხელი
გაზიდებს რა ყველაფერი.